კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე, როდესაც პარასკევობით ჩვენ თითო წიგნს ან თითო ამბავს წარვადგენთ ხოლმე. ეს კი ჯემალ ქარჩხაძის წიგნია, ზებულონი ისტორიული ჟანრის წიგნი. ჯემალ ქარჩხაძეს თავის შემოქმედებაზე, თავის წიგნზე, ყველაზე ერთ-ერთ ცნობილ წიგნზე იგიზე აქვს ნათქვამი, რომ ეს არ არისო ჩემი საუკეთესო წიგნიო. ალბათ თავდაბლობით უფრო გამოდიოდა, იმიტომ რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემი აზრით, როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ლიტერატურაშიც. თუმცა ვეთანხმები კიდევაც ჯემალ ქარჩხაძეს, არც თუ ნაკლები წიგნია მისი ანტონიო და დავითი და რომელიც ჩვენ წინა გადაცემაშიც ერთ-ერთ წინა გადაცემაში წარვადგინეთ და კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო ზებულონი. ამ წიგნში მთავარ გმირს ზებულონი ჰქვია. და გმირი მარტო ადამიანი არ არის, გმირი შეიძლება იყოს ამ წიგნში ქვაც, განათლებაც, სამშობლოც, ღალატიც კი მათ შორის. მოკლედ ეს ერთ-ერთი სქელტანიანი წიგნია, დიდი წიგნია, დიდი არა თავისი სისქით, სიპუტკუნით, დიდი თავისი შინაარსით, სწორი აზრებით და დიდოსტატობით. ყველა აბზაცში თითქოს აქ ჩაბუდებულია განსაკუთრებული წერილური ოსტატობა და ნათელი ფიქრები და აზრები. მე ამ წიგნის მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ, ამუნარიდებს წარმოგიდგენთ უფრო სწორად, ამუნაწერებს იმ ფრაზებს, რომლებიც მე ყველაზე მეტად მომეწონა ამ წიგნიდან. ამბავი მთაში ხდება, პატარა სოფელ წყაროს თვალში, სადაც ზებულონი მშობლებთან ერთად ცხოვრობს და საუკეთესო ერთ-ერთი მეომარია, თუმცა ჯერ მტერი თვალით არ უნახავს, არც ღალატი უნახავს, მაგრამ მეომრისთვის შესაფერისი უნარები გააჩნია, იცის ბრძოლაც, იცის სუნის აღებაც, საოცარი სმენა აქვს და სურვილი რომ განათლება მიიღოს და განათლების კელაპტარი უნდა დაანთოს მთელ საქართველოში ერთ ბატონიშვილს, რომელსაც უნდა რომ ზებულონის შეგირდად გაიხადოს. რა მოხდება ამ წიგნში თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ, მე როგორც დაგვირდით, პატარა ამუნარიდებს წაგიკითხავთ ამ წიგნიდან, რომელსაც მე ვიწერ ხოლმე. მოკლედ დავიწყოთ ჯემალ ქარჩხაძის ზებულონი. სიცოცხლის უგუნური სიყვარული უკურნებელი სენი ყოფილა. განა მართლა ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა დუხჭირ ბედნიერებას ანაცვალო. ქვეყანა განა ვაშლია პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი. ნეტავ კაცი რად ღალატობს სამშობლოს. ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთის ფარსა და ხმლის მეტი არა მიუციერა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგონძიმებოდეს, მაინც უნდა იომოს. ჩვენი მიწაწყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავი და ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულზე დადიოდეს და შენს სხეულს თელავდეს. კიდევ ნახოთ. ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა ხალხი ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე. მალე ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი. დროჟამი გზას აკავს, მიდის და მერე უეცრად საიტკენღაც მოუხვევს. ოღონდ გზა ჩანს, დროჟამი კი უხილავია. და თუ სიბრძნის შეუცდომელმა ალღომისი მოახლოება არ გამცნო, თავარ გზას აცდები და ხევში გადაიჩეხები, ან ტყეში დაიკარგები. მთელ საქართველოში სწავლა განათლების კელაპტრები ავანთოთ. მეომარიც იქნება, მიწის მუშას და სწავლულიც. აზრს საძრაობას აძლევდა. გაციებულ გულში თითქოს სითბოს პატარა სხივი ჩაეღვარა. თავისი სანთელი ყველამ თვითონ უნდა დაანთოს. სიბნელეს სინათლე შემოჰპარვოდა. მოღალატე მხოლოდ იმით განსხვავდება სხვათაგან, რომ მოღალატეა, სხვა მხრივ კი ის ჩვეულებრივი ადამიანია. უმრავლესობა ჯერ კიდევ განზე იდგა, ზოგი იმიტომ, რომ როგორც
შიშიანობის დროს ჩვევია კაცს ეგონა მარტო უკეთ დაიმალებოდა და უფრო იოლად გადაირჩენდა თავს. ჩვენ მუდამ ის გვუყავდა, რომ მტრის საქმეს ვაკეთებდით და მტრის წისქვილზე დაუფიქრებლად ვასხამდით წყალს და თუ საბოლოოდ დაღუპვა გვიწერია, ეგღა დაგუყავს. უნდა ასწავლო შვილო, რაც კი ვიცით ყველაფერი უნდა ერთმანეს ვასწავლოთ, რომ ყველანი ღონივრები გავხდეთ. ქართლის თავზე მუდამ ეკიდა ხიფათის შავი ღრუბელი. ღიმილში რაღაც ჩაფენილიყო, რაღაც ძალიან მწარე. ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო. ქართლი განამიწაა, ქართლი ხალხია. გულის სარკმლიდან ცნობის წადილმა გამოიხედა. გული ცხრემში აქვს ჩამბალიო. მისი მდევრები ხომ მისივე მოყვრები და მოკეთეები იყვნენ. გატანჯულმა ღიმილმა სახეზე გამოჟონა. კარგად დამიზრდია. ესე გაიფიქრებს ერთხელ ზებულონი ამ სიტყვებს და ზებულონის ამ სიტყვებით დავამთავროთ ეს ჩვენი წარდგენა წიგნის ზებულონის ამონარიდების ჯემალ ქარჩხაძის საოცარი ისტორიული ჟანრის წიგნის, რომელიც საქართველოს თავიდან შეგაყვარებთ, ადამიანს თავიდან გაგვაცნობს, ნათელსა და ბნელზე თავიდან დაგვაკვირვებს, შურისძიებაზეც გვაფიქრებს, სწორად როგორ შეიძლება რომ შურისძიება იყოს, დაგეგმილი სიკეთეზე და სიყვარულზე გვაფიქრებს, სიყვარულის სინათლეზე დაგვაფიქრებს და ადამიანზე, რომელიც ცხოვრების გზებზე რთულად დადის. დიდი მადლობა დღეისთვის სულ ეს იყო, მე შემდეგ ლიპარასკევებამდე გემშვიდობებით, აბა დროებით.